და როგორც უკვე მაკამ დაანონსა, საუბარს ვაგრძელებთ მუსიკაზე და ჩვენი სტუმრები არიან ნაჯა ორაშვილი, ელექტრონავტის წამყვანი, სერგი გვარჯელაძე, ფონდ ელექტრონავტების დამფუძნებელი და ზაქარია ზალიკაშვილი, ფონდ ელექტრონავტების ასევე დამფუძნებელი. მოკლედ, მოდით ჯერ ელექტრონავტებზე მოვყვეთ, ვისაც არ ახსოვს, ან მოდით საჩუქრით რომ დავიწყოთ შეიძლება, ეგრევე რომ ფორმალ ეს არის, რა ქვია, მე ვიცი რომ თქვენ ახლა კამერები არ გიჭირთ, მაგრამ ეს არის, უნდა გაგიხსნათ. საახალწლო საჩუქარი ჩვენგან ეს არის ჩვენი გმირი კამერა. ესე გავხსნი ხო? ეს არის პროგრამა კომუნიკატორის ერთადერთი მაშინდელი კამერა, რომელიც ცოტა 35%-იანი რეიტინგი ჰქონდა ამ კამერას თავის დროზე. თქვენ გისურვებთ რომ სიმბოლური ხარი გამოვიდა, ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა და სერგი თქვენ კომუნიკატორი ახსენეთ და სხვა შორის წინა ბლოკში და დასაქმებაზე ვლაპარაკობდით და კომუნიკატორი იყო, მე მგონი ერთ-ერთი პირველი გადაცემა, სადაც ეს საკითხი პირველად წამოიჭრა და ესე პირდაპირ ეთერში ადამიანები და ზოგადად ბევრი საკითხი წამოჭრა პირველად. ხო, ეს იყო ფორმატი, რომელსაც ვაკანსია ერქვა და მე ძალიან მიხარია, რომ დღესაც კი აი მცდელობები არის სხვადასხვა სახით ეს გაგრძელდეს რაღაც. არის რადიო ვერსიებიც და მე ვფიქრობ, რომ ყოველ შემთხვევაში ჩვენ გვექნება იმის საშუალება ამ ქვეყანაში, რომ ესე მასიურად დავასაქმოთ ხალხი და ამის პროგრესს ვხედავ ყოველ შემთხვევაში იმედი მაქვს ამისი. ელექტრონავტებზე გადავიდეთ? გადავიდეთ. ეს ყველაფერი არანაკლებ მნიშვნელოვანია მუსიკაში. კონკრეტულად რა გაინტერესებს? დავიწყოთ ისტორიით. მაგრამ დავიწყოთ ალბათ ისტორიით, ხო? ხო, ნუ ისტორია ეს ყველაფერი დაიწყო დოკუმენტური ფილმით, რომელიც პირველ არხზე გავიდა 2006 წელს. ეს იყო ფილმი 6 ქართველ მუსიკოსის შესახებ, ფაქტიურად ელექტრონული მუსიკის პირველი თაობის შესახებ და მერე ჩვენმა მეგობრებმა გვითხრეს, რომ იქნება აი რაღაცა მსგავსი ან კონკურსი ან ფესტივალი მაინც ჩაატაროთ, რომ ამ ხალხს ხელი შეუწყოთ და რაღაც გარკვეული პლატფორმა შეუქმნათ და მართალი რომ გითხრათ, აი ძალიან დიდი წინააღმდეგები ვიყავით საერთოდ კონკურსების და აი მუსიკაში ჩემპიონატების და დღესაც ვფიქრობ, რომ ამ კონკურსში მიუხედავად იმისა, რომ რასაკვირველია ძალიან მნიშვნელოვანია ეს დაჯილდოების ცერემონიალი და ასე შემდეგ, უფრო მნიშვნელოვანია, რომ გარკვეულწილად ხელი შეუწყოთ არტისტებს იმისათვის, რომ ყველამ გაიგოს, რომ ისინი არსებობენ, რომ მსგავსი მიმართულება ქართულ კულტურაში არსებობს და ჩვენი ფუნქცია ვფიქრობ ის არის, რომ მათ საშუალება მივცეთ, რომ გაცდნენ საქართველოს საზღვრებს, ანუ ესეთი პრომოუშენის პლატფორმა შევთავაზოთ და რასაკვირველია წლის მანძილზე დავაფიქსიროთ, ვინ რა გააკეთა და ბოლოს შევხვდეთ ერთმანეთს და უბრალოდ აღვნიშნოთ ეს ფაქტი, რომ ეს ჟანრი, მუსიკალური ჟანრი და არა მარტო მუსიკა, იმიტომ რომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის მულტიმედიალური ჟანრი საქართველოში და რომ ის ვითარდება, მატულობს, იზრდება და მე მგონი ესეც ძალიან მნიშვნელოვანია ელექტრონავტების შემთხვევაში, რომ არა მარტო არტისტებს და შემსრულებლებს აძლევთ თქვენ აი ამ პლატფორმას, არამედ პრომოუტერებს, ივენტებს, სპონსორებს და ვიდეო რეჟისორებს, სხვა პროფესიებს, რომლის არსებობაც რამოდენიმე წლის წინ შეიძლება არც ვიცოდით რა იყო. იმიტომ რომ ალბათ მე ვფიქრობ მათ გარეშე დღეს წარმოუდგენელია, საერთოდ კულტურა დღეს წარმოუდგენელია მენეჯმენტის და გარკვეულწილად ეკონომიური ასპექტების გარეშე და სამწუხაროდ დღეს არტისტს უწევს არა მარტო თქვათ მუსიკაზე ფიქრი, არამედ მუსიკის პრომოუშენზეც, თავის წარდგენაზე, გავრცელებაზე და ჩვენ გვინდა რომ ამას ხელი შეუწყოთ და მიუთითოთ თქვათ თქვენ ბიზნესმენი ყავდათ ახლა აქ ბიზნეს განსაკუთრებით რომ აი ამ ხალხს ხელი უნდა შეუწყონ და ამის რაღაცა გარკვეული უკვე აი წელს რაღაც ესეთი შუქი ტუნელის ბოლოს გამოჩნდა და ინტერესი აშკარად იზრდება და მე ვფიქრობ რომ მომავალ წელს ჩვენ უფრო მეტი საშუალება გვექნება რომ ფინანსურადაც უფრო მძლავრები ვიქნებით. და ბატონო ზაქრო, ალბათ ეს სისტემური ხედვა ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია ამ სფეროში. კი, რა თქმა უნდა, აქ მე-7 ცერემონიალზე ვსაუბრობთ წელს ჩვენ ელექტრონავტების, რომელსაც ვატარებთ. ну результаты რა შეიძლება ამ სისტემური მიდგომის შეიძლება ვთქვათ რითაც იცნობდნენ აქამდე ქართულ კულტურას ხო ნელ-ნელა იცვლება იმ არტისტებით რომელიც ასე ვთქვათ სელექტირდება ჩვენ ასე ვთქვათ კონკურსში და დაჯილდოების პროცესში და რამდენად არის ზრდა ამ 6 წლის მანძილზე ალბათ საკმაოდ წელს
ხარისხითაც და რაოდენობითაც ძალიან მაღალი გვაქვს. 170 ტრეკი გვაქვს, ასე ვთქვათ, პირველად სელექციაში. მონაწილეების რაოდენობაც იზრდება და შესაძლოა 70 არტისტი არის. მიმართულ მხოლოდ ელექტრონული მუსიკა აღარ დარჩება. არა, ჩვენ შევცვალეთ თვითონ ფონდის კონცეფციაც, მიმართულებაც და სახელწოდებაც, ეს არის ინოვაციური პოპკულტურის დაჯილდოების ცერემონიალი. აქედან გამომდინარე, ანუ ჩვენ ვაჯილდოვებთ არა მხოლოდ ელექტრონულ მუსიკაში მოღვაწე ადამიანებს, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ჯერჯერობით ეს არის ყველაზე ინოვაციური და ყველაზე პროგრესული ჟანრი და წარმატებულიც გარკვეულწილად, იმიტომ რომ ამ არტისტებს საშუალება აქვთ, რომ პროდუქცია გაავრცელონ უფრო გლობალურად, ვიდრე ვთქვათ ლოკალურად. არის ძალიან ბევრი არტისტი, რომელიც სხვადასხვა საერთაშორისო ლეიბლებზე მუშაობენ, ყიდიან რეგულარულად თავიანთ პროდუქციას და ეს ძალიან გვახარებს ჩვენ. აი მონაწილეების შერჩევაზეც რომ გავაკეთოთ რაღაც პატარა კომენტარი, როგორ ხდება მონაწილეების შერჩევა და არტისტები რომლებიც უკრავენ, გამოდიან. ეს არის უბრალოდ როდესაც გადავხედათ ხოლმე წლიურად რომელი არტისტმა მიიღო მეტი ალბომი გამოსცა, EP გამოსცა, რაღაც დაამახსოვრა თავმოყრებელს, იმის მიხედვით ჩვენ წვიდავთ თქვათ, რომ ეს ადამიანი იქნება საინტერესო ელექტრონოტების პერფორმანსი რომ გამართოს, ან ვეძებთ ის არტისტებს, რომელსაც საერთოდ იქნებიან დებიუტი იქნება ელექტრონოტებზე მათი გამოსვლა. საკმაოდ დიდარია არჩევანი. ერთ-ერთი კლიპებში მომეჩვენა, რომ საკმაოდ წირადაა წარმოდგენილი. 3 კლიპია ჩვენი თანამშრომლის აბაშენგე ლიას, რომელსაც მივეცი ხმა, ვიტყვი. მაქს მაჩაიძის მუსიკაზე გაკეთებული. ანუ არც ვიცოდი ამდენი ალბომი თუ იყო ჩაწერილი, სანამ თქვენთან არ ვნახე და ესეც გარკვეულწილად მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ თითქოს ელექტრონავტები ახდენს სისტემაში მოყავს ის, რაც ხდებოდა წლის განმავლობაში. გასაკვირველია, აი რაც შეეხება მაგალითად კლიპებს, ხო, ძალიან კარგი მაგალითია, იმიტომ რომ ბევრ შემთხვევაში ჩვენი პრობლემა არის იმაში, რომ ბევრ შემთხვევაში აი თუნდაც 2 დღის წინ, ხო, ვიკავშირდება არტისტი და გვეუბნება, რომ ой, მე არც კი ვიცოდი, რომ ასეთი რაღაცა ტარდება, ვთქვათ. ან არც კი ვიცოდი, რომ უნდა გამეფრთხილებინეთ და უნდა მეთქვა თქვენთვის და ჩვენ პერიოდულად აი ვცდილობთ, რომ გავაგებინოთ, რომ აი შეიძლება რაღაცა გამოგჩა, გამოგვიგზავნეთ, გაგვაგებინეთ ამის შესახებ და წელს რასაკვირველია ვიდეო კლიპების თვალსაზრისით პრობლემატური დრო გვაქვს უფრო, იმიტომ რომ ალბათ პლატფორმა არ არის იმდენი, სადაც შეიძლება კლიპის ჩვენება, მაგრამ მე მინდა უბრალოდ პროდიუსერებს უთხრა, ვინც ვიდეო ვიზუალურ იმაში ხელოვნებაში მუშაობენ, არსებობს ინტერნეტი, გადაიღეთ, დღეს ეს არ არის ძვირი სიამოვნება, მაყურებელი ამას ყოველთვის ეყოლება, ინტერესს ყოველთვის გამოიწვევს და ჩვენც რასაკვირველია სიამოვნებით ხელს შევუწყობთ ამას, არა მარტო რაღაცა წლის ბოლოს, არამედ მთელი წლის მანძილზე გვინდა რომ ეს უფრო ეფექტური იყოს ჩვენი ქმედებები. აღარ არის მეორე არხი, მაგრამ არის ინტერნეტი, ხო? ხო, რასაკვირველია, ინტერნეტი სუპერ მეორე არხია, მე ვიტყოდი, იმიტომ რომ აქ შეგიძლია ისეთი ექსპერიმენტები ატარო, რომელზეც არც გენერალური დირექტორი არ გეყოლება და არც ვიღაცა დაგირეკავს ზემოდან და რაღაცას გეტყვის და მით უმეტეს იმედი მაქვს რომ ამ დროში აღარ ვცხოვრობ და ეს სიტუაცია პირველია, სუპერ მეორეც აღარ არის. ინტერნეტი პირველია, მაგრამ აი ვიდეო კლიპების გარდა კიდევ რა პრობლემები ისახება, როდესაც ანუ თქვენ ესე ხართ ჩართულები ამ მუსიკალურ სფეროში, ასე ვთქვათ, იგივე ალბომების ჩაწერა და გაყიდვაც მე მგონი დღესდღეობით პრობლემაა, იმიტომ რომ აღარავინ აღარ ყიდულობს მართლაც ინტერნეტის გამო და როგორც ახსენეთ, იწერება არაერთი დისკი. კი, მაგრამ გამოდის ლეიბლებზე, ანუ ეს ბოლოს 3 წლის განმავლობაში ძალიან ბევრმა ქართულმა პროდიუსერმა ძალიან ბევრ ლეიბლზე გამოუშვა თავის პროდუქცია და გაყიდვებით ძალიან ბევრი ჰქონდათ მათ. ანუ კი ინტერნეტი არის და შეგიძლია უფასოდ ჩამოწერო, მაგრამ ვინილები მაინც იყიდება, იმიტომ რომ კლუბებში უკრავენ და ასე შემდეგ რაღაც. და ხარისხი როგორ იყიდება? ხარისხი კარგად. ხარისხი ყოველთვის კარგად იყიდება. საქმე იმაშია, რომ ჩვენ აი შარშან სადაც კი ხვდებოდით ჩვენ ეთერში, ვამბობდით, რომ ჩვენ გვინდა ესეთი მესიჯი გაუგზავნოთ არტისტებს, რომ კი იდეები ძალიან კარგია, მელოდიურობა არის ეს ქართული ელექტრონიკის დამახასიათებელია, მაგრამ ტექნიკური შესრულება ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ამ განსაკუთრებით ელექტრონულ მუსიკას თავისი სპეციფიკა აქვს, ის კლუბში უნდა ჟღერადობა უნდა კონდეს, გარკვეული მუხტი უნდა კონდეს და წელს შევატყეთ, რომ აი რაღაც გარკვეულწილად აქცენტი გააკეთეს ამ ტექნიკურ მხარეზე, იმიტომ რომ არის უამრავი არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არის რამდენიმე სკოლა, არის რამდენიმე სპეციალისტი საქართველოში, რომელიც მზად არის, რომ რაღაცნაირად გაუზიაროს თავისი გამოცდილება, განსაკუთრებით აი აკუსტიკურ სფეროში. ასე რომ ამაშიც პროგრესი გვაქვს აშკარად. სამივეს მინდა გკითხოთ, ან პროგრესს რომ მივაბად. შედეგებზე რო ვილაპარაკოთ, აი ელექტრონავტებს
ვინც გაიმარჯვა. რა შედეგი დაუდგათ თქვათ, რა მიიღეს ამით რომ გახდნენ წლის ელექტრონავტები? ალბათ უნდა ვკითხოთ ხარისხი გაიზარდა თუ არა და ასე არტისტებს უნდა ვკითხოთ, მაგრამ მე ვფიქრობ არის რამდენიმე ასპექტი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია, რომ მაგალითად ჩარჩან ჩვენ გქონდა რაც მახსენდება მინიმუმ 3 პუბლიკაცია საერთაშორისო ესე ცენტრალურ პუბლიკაციებში როგორც არის მაგალითად Wire. სადაც ხაზგასმულად როგორც ჟანრი, როგორც ცალკე განშტოება, აი რაღაც ახალი სცენა იყო წარმოდგენილი ქართული ელექტრონული მუსიკა. ეს ერთი მომენტი. მეორე მომენტია, რომ ჩვენ მაგალითად ჩარჩამ ქონდა საშუალება მიგვეცა ერთ-ერთი პრიზი იყო რაღაც გარკვეული კურსი გაეარათ, ხო? და მე როგორც ვიცი ერთ-ერთმა არტისტმა გამოიყენა ეს შანსი და რაღაცა 6 თვიანი კურსი გაიარა. ერთი მომენტია კიდევ რომ ანუ ჩვენ რაოდენობას ვზრდით ადამიანების ვინც ინტერესდება ამით, იგებს ამის შესახებ, არტისტების შესახებ და მათ წლის მანძილზე მე უკვე უადვილდებათ, მაგალითად აღარ ჭირდებათ ნოლიდან წარდგენა თავის, ანუ მე ელექტრონავტებში მივიღე მონაწილეობა, ან კონცერტზე ვიყავი, პლუს ჩვენ ყველა ღონისძიებას ვიღებთ, აქედან გამომდინარე მათ შეუძლიათ მე ეს გაავრცელონ მაგალითად ინტერნეტის მეშვეობით, ანუ გარკვეული პროდუქციაც იქმნება ამ პროცესში და თავისთავად ეს ფიქსირდება ნამუშევარი და ჩვენი მიზანია წელს რომ აი ესეთი დიდი პორტალი შევქმნათ, რომელშიც უკვე ფაქტიურად მთელი ეს არქივი რაც გაგვაჩნია გამოქვეყნებული იქნება და ნებისმიერ დროს არტისტს შეიძლება რომ გააზიაროს ეს თავისი ნამუშევრები. ჩვენი მიზანია რომ შევქმნათ ქართული სცენა. ეს იყოს ამას დაერქვას რომ ეს არის, იმიტომ რომ ჟურნალისტებს, მედიას უყვარს ეს რაღაცა საერთო სცენების მოფიქრება, ვთქვათ, როგორც სიატლის სცენას ეძახდნენ თავის დროზე. გვინდა რომ ეს იყოს ქართული სცენა, არ ვიცი რაც გინდათ ის დავარქვათ, რა ჯეოპოპი თუ ჯორჯენ მიუზიკ თუ ჯორჯენ პოპ მიუზიკ თუ ჯორჯენ ელექტრონიკ და გავრცელდეს იმისათვის რომ არტისტები გავიდნენ, იმუშაონ გარეთ, იმიტომ რომ ქვეყანა პატარა, აქ შეიძლება ნუ მაქსიმუმ იმუშაო, ვთქვათ, 10 ქალაქში ან დასახლებაში და ეს არის მთელი ტური, ხო? ისე სერგი თქვენ მედია ახსენეთ და რამდენად ესმის დღეს ქართულ მედიას ის რასაც თქვენ აკეთებთ და რამდენად არის ჩართული და გეხმარებათ? იცით რა, ყველა მედია ერთეულში ჩვენი ესეთი პარტიზანები ყავს უკვე, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ, თქვენ არღზეც მაგალითად ყველა არღზე ახალგაზრდა ადამიანები მუშაობენ, ყველა ერთმანეთს იცნობს, ყველა ერთმანეთს ეხმარება. და ეს ძალიან სასიხარულოა და მე მომწონს მაგალითად ის ფაქტი, რომ წელს არ იყო შეზღუდვა იმისი, რომ აი თქვენ მუშაობთ რომელიღაცა ერთ მედია ერთეულთან და ამის გამო თქვენ ვერ გაგაშუქებთ, ხო? წელს ეს ძალიან მე მივხვდი, რომ რაღაცა მუხტი აქვს ყველას, აბსოლუტურად ყველა ადამიანს. მაგრამ მე იცით რა მეჩვენება, რომ თითქოს 90-იანებში ის underground მუსიკა და მუსიკოსები უფრო პოპულარულები იყვნენ, ვიდრე დღესდღეობით არიან ამ მუსიკის შემსრულებლები და რისი ბრალია ეს ვითომეტეს მაშინ შეიძლება ბევრს არ მოსწონდა, მაგრამ ყველამ იცოდა მათ შესახებ. შეიძლება უფრო მიუღებელიც კი იყო მაშინ ის მუსიკა, მაგრამ ყველა ამაზე ლაპარაკობდა და დღეს თითქოს ამ ახალგაზრდა შემსრულებლებს ისე არ იცნობენ. მიუხედავად იმისა, რომ გაცილებით უფრო მეტი სფერო არსებობს იმისათვის, რომ ნაჯა გეტყვის, მე მგონი იცნობენ არა კარგად ახ გარკვეულ არტისტებს. რაღაც გარკვეული წრე იცნობს თითქოს და არა მთელი საზოგადოება ესე მეჩვენება მე. ალბათ მაშინაც გარკვეული წრე. ალბათ მაშინაც ეგრე იყო. პრინციპში აი ეხა მაგალითად გაჩას მე მგონი ძალიან ბევრი ადამიანი იცნობს როგორც საქართველოში საზღვრებს გარეთ, იმიტომ რომ გამოდის ძალიან კარგ ლეიბლზე. ეგ არის HVL-ის, თუნდაც გიგიჯიქია, Okinawa Lifestyle, აი თუნდაც რომ გადახედოთ YouTube-ზე არის ჩენელები ძალიან ბევრი, იქ რომ დასერჩოთ ის თელი მსოფლიოდან წერენ, რომ Okinawa რა მაგარია ან გაჩა და ეს უფრო მნიშვნელოვანი არის, რომ გავიდეს საზღვრებს გარეთ ქართული მუსიკა. ერთი გამახსენდა, მე და სერგი ვიყავით ამ სექტემბერში, მაშინ ოდესაში ტეხის დაჯილდოებაზე და რამდენიმე ესეთი რუსი ცნობილი ტელეწამყვანი გვეუბნეოდა, რომ თეატრალური ფესტივალი იყო და მე მოусმინეთო ორ ქართულ მუსიკოსო გოგი ძოძუაშვილზე გითხრეს და ნიკა მაჩაიზეს და ისეთი გაკვირვებულები იყვნენ, რომ თქვენთან ესეთ მუსიკას აკეთებენ, ანუ არ გადის ქართული ფოლკლორი კარგი არის, როგორც ესეთი საექსპორტო მუსიკა და ხელოვნება, მაგრამ ესეც ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ თანამედროვე პოპ კულტურა ინოვაციური განსაკუთრებით ამ ფორმებში გამოიხატება. ჩვენ უნდა გამოვიდეთ ალბათ იმ სტერეოტიპიდან, რომ ქართული კულტურა ეს არის ხაერში ამხტარი, ხანჯლიანი მოცეკვავე. ეს ძალიან კარგია რასაკვირველია, ამას არავინ არ ეწინდა აღუდეგება, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად იმისა, ეხლა ჩვენ რაღაცა გარკვეული შეჯიბრება გვაქვს სულ აი რუსეთს იმას ვშევით, ხო? უზარმაზარი ქვეყანა, უამრავი არტისტი მუშაობს იქაც, ხო? მაგრამ მიუხედავად ამისა, აი ესეთი ინოვაციური საინტერესო პროდუქცია იქ არ იქმნება. არ ვიცი ეს რისი ბრალია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე მინდა გითხრათ, რომ ასეთი რაოდენობა და გარკვეულწილად ხარისხიც როგორც აქვს საქართველოს დღეს ხო ერთი ბეწო ქვეყანას ასეთი რაოდენობა პროდუქციის არ აქვს ბევრს
და ამით უნდა ვიამაყოთ და ამას ხელი უნდა შეუწყოთ ალბათ და განვიხილოთ ეს როგორც ქართული კულტურის, თანამედროვე ქართული კულტურის ნაწილი და ყოველში არ მიმაჩნია რომ ეხლა რაღაც სახელმწიფო მიგუზარმაზარი თანხები უნდა ჩაყაროს ამას, ეს უფრო კომერციისკენ მაქვს ეხლა მიმართული ეს სტეიტმენტი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ ძალიან კარგ მდგომარეობაში, კარგი სასტარტო პოზიცია გვაქვს და უნდა გამოვიყენოთ ეს შანსი. ეს არ ვიცი ეხლა ჩვენი რაღაც გენეტიკა, ინფორმირებულობა. მე ვფიქრობ, რომ ეს უბრალოდ ქვეყანა გაიხსნა, ჩვენ მზად ვართ იმისათვის, რომ კომუნიკაციაში შევიდეთ, კულტურულ კომუნიკაციაში შევიდეთ მსოფლიოსთან და ეს ერთ-ერთი არხია ამ კომუნიკაციის ეს მუსიკა და ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ ალბათ საბოლოო მომენტი ის არის, რომ ვიღაცა მივა კლუბში და იმ საღამოს კარგად გაატარებს რაღაცა მუსიკას მოისმენს, ან გზაში იქნება და მოისმენს რაღაცას და გარკვეული ასოციაციები გავუსწრებს. 21 დეკემბერს თბილისის Event Hall-ში, როდესაც მოვა მაყურებელი, მე-6 რიგით მე-6 დაჯილდოებაზე. მე-7? მე-6. რა ელოდება მაყურებელს? ну პირველ ნაწილად არის გაყოფილი თვითონ დაჯილდოების ცერემონიალი თავისთავად, ეს არის 10 ნომინაცია, რომელსაც ჩვენ უკვე ბოლო რამდენიმე წელიწადი მანამდე ნაკლები იყო, მე გავზარდეთ, მე შევამოკლეთ, ყოველ წელს გვიწევს კორექტირება. ნომინაციებს შორის იქნება მუსიკალური ცოცხალი შესრულება, ცოცხალი გამოსვლები და მე ყავს ეს ზურგინი ქართული შემსრულებელი იქნება, დაახლოებით ერთიანი პროგრამით, საათიანი და მე აქსელ ბომანი ეს შვედი DJ არის. საღამოს ისევ ნაჯა გაუძღვება ალბათ ტრადიციულად. საღამოს ნაჯა გაუძღვება. ნაჯა და გიორგი ზურაბაშვილი. დიახ. ზურაბაშვილი. ეს არის პირველად ვაკეთებთ ამას, ანუ ჩვენ ეგრეთ წოდებული after party არასოდეს არ ქონია, თან არასოდეს არ ყოლია საერთაშორისო არტისტი და წელს ამის საშუალება მოგვეცა. Red Bull Music Academy-ის მეშვეობით ხდება ეს ყველაფერი და მე ვფიქრობ, რომ ესეც ძალიან საინტერესო ფაქტია, იმიტომ რომ მასაც საშუალება ექნება, რომ ნახოს ქართული არტისტები და როგორც ყოველთვის აი backstage კულისებში ყველაზე საინტერესო ნაწილი ყოველთვის იქ ხდება, როდესაც მუსიკოსები ერთმანეთთან საუბრობენ და რაღაცა კომუნიკაცია დგება და აი ეს ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია ალბათ. ძალიან დიდი მადლობა წარმატებები. შედგება აუცილებლად ძალიან დიდი მადლობა საჩუქრისთვის, რომელიც არის სიმბოლურია. და ძალიან მინდა რომ ვთხოვო ყველას, რომ აი 30 ტრეკს, რომელიც მართლა ძალიან გამორჩეულია წინაწლებიდან განსხვავებით, რომ მისცენ ხმა მოусმინონ და არ მეგობრებით კი არ გადაწყვეტონ ეს ჩემი მეგობრებიც. მოусმინონ და თვითონ როგორც მოეწოდებათ გემოვნების მიხედვით. ამისთვის უნდა შეხვიდეთ Electronauts G არის გვერდი ასეთი და მიეცით ხმა და საშუალება გაქვთ რომ გვეწვიოთ კიდევაც წელს დაჯილდოების ცერემონიალს. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ახლა რეკლამის დროა.